ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა სააკაშვილს და ეუბნებოდა რომ მოგცემ მილიარდს და ავაღორძინოთ სოფელი. სააკაშვილმა თქვა უარი. აი ახლა ბიძინა ივანიშვილი ჩადებს მილიარდს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი, იმის და მიხედვით ხორბალს თესავ ვაზი მოყავს თუ რა მოგდებოდით, ანუ თქვენი სიტყვები არის ნულოვანი კრედიტები 4 მილიონი თითო სოფელს და დღემდე ამაზე არის ქილიკი. რა სიტყვით, აი დღეს დაუშვათ, დღეს რო იყოთ იგივე მდგომარეობაში, გაიმეორებდით იგივე დაპირებებს, გადაჭარბებული ხომ არ გეჩვენებათ მაშინდელი ეს დაპირებები? არა, არ მეჩვენება. თუ შესრულდა, თუ იცით რაიმე ამის არ მეჩვენება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც გადის ეთერში, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, იქ სადაც ლაპარაკია, არასოდეს არც ერთ სოფელში არ მithქვებს, რომ ვინმე ჩაგიდებთ ჯიბეში თქვენ 4 მილიონს ან ნულოვან კრედიტს თქვენ პირადად მოგცემენ. ეს იყო სოფლის მეურნეობის კრედიტი, რამდენადაც შეიძლება თითოს, შეიძლება ორს, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ სოფელს მიცემენ, იმას არ ვიცი ვინ არის სოფელში, გამგებელს თუ ვიღაცას ჩაუდებენ ჯიბეში და მე ის დაანაწილებს მარტივ მომრავლებად ოჯახებს დაურიგებს.